გადასარევი დასაწყისია, რადგან ამ პირობას ძალიან ბევრი წიგნი მოერგება. კარგი იქნება, რომ თანამედროვე ავტორებს უფრო უკეთ გავეცნო, რადგან მაგ საკითხში ცოტა არ იყოს მოპიკოჭლებ. რატო შევშფოთდი, მეც არ ვიცი. მთავარი მიზეზი, სიმართლე გითხრათ, რატომაც მინდა ამ წიგნის წაკითხვა, არის ეკრანიზაციები. მარტო ერთი არა, ორი. ცოტა რთული არჩევანია და სიმართლე გითხრათ, არც ერთზე არ მიფიქრია, სანამ ეს პირობა არ მომივიდა. ეს წიგნი ვახსენე 1000 ჯერ ჩემს ვიდეოებში და ვერაფრით ვერ დავაყენე საშველი, რომ იქამდე მივსულიყავი. რაღაც მგონია, რომ თითქოს ბევრი წიგნი უნდა მოერგოს ამ პირობას, მაგრამ თან დარწმუნებული არ ვარ. მოგესალმებით. 2026 წლის პირველი ნახევარი უკვე გავიდა და წარმოდგენა არ მაქვს, რა წიგნების წაკითხვა მინდა ივლისში. მიუხედავად იმისა, რომ სიაში მაქვს უამრავი წიგნი და ვფიქრობდი, რომელი ამერჩია ივლისისთვის, მაინც ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდი. ხან ერთი მომეწონა, ხან მეორე, შემდეგ გადავიფიქრე, გადავწყვიტე, რომ მოდი არა, შემოდგომაზე წავიკითხავ ამ წიგნებს ან ზამთარში და დავრჩი წიგნების გარეშე. ფაქტია, რომ მჭირდება დახმარება ამ საკითხში და რა დამეხმარება ყველაზე უკეთ თუ არა ჩემი TBR Killa. ერთი ვიდეო უკვე მიდევს თუ როგორ დამეხმარა TBR Killa, რომ ამერჩია წასაკითხი წიგნები და შეგიძლიათ რომ ნახოთ და ახლაც მინდა რომ იგივე პრინციპით მივყვე და ავარჩიო საინტერესო წიგნები ივლისისთვის. მინდა რომ აქაც აგეხსნათ პრინციპი თუ როგორ ვიყენებთ ამ Killas. ამ Killas მოყვება ესეთი საყვარელი ქაღალდები და ერთი ვარიანტია რომ ამ ქაღალდებზე პირდაპირ დაწეროთ იმ წიგნების სათაურები, რისი წაკითხვაც გინდათ, ან მეორე უფრო სახალისო და რაც მე ძალიან მომწონს. შეგიძლიათ დაწეროთ პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წიგნი, რომელსაც აარჩევთ. მაგალითად, წიგნი, რომელიც მატირებს, ან წიგნი, რომლის ყდაზეც არის ლურჯი ფერი და ასე შემდეგ. ფიქრობ, ეს ხერხი ბევრად უფრო კარგია, რადგან თუ თქვენც ჩემსავით ხართ და არ გიყვართ ერთი და იგივე ჟანრის კითხვა ზედიზედ, ან არ გიყვართ დიდი წიგნების გადაბმა, ფიქრობ, ბევრად უფრო გამოგადგებათ სწორედ ეს მეორე ვარიანტი. თუ თქვენს გადაწყვეტთ, რომ გააკეთოთ ეს TBR Killa და ვარიანტები დაგჭირდებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ყველა ჩემს პირობას გაგიზიარებთ. ახლაც მახსოვს პირველი ვიდეო რომ ჩავწერე, ძალიან ვიხალისე, ძალიან გავერთე და გარდა ამისა, იმ წიგნებიდან რაც ავარჩიე, უმეტესობა ძალიან მომეწონა. ახლაც ამის იმედი მაქვს. ერთი წიგნი უკვე ავარჩიეთ წიგნის კლუბში, რომელიც ივლისში აუცილებლად უნდა წავიკითხო და გარდა ამ წიგნისა ავარჩევ კიდევ 5 წიგნს. და თუ ვერ მოვასწარი წაკითხვა, შემდეგ უკვე გადავწევ აგვისტოში. წარმოდგენა არ მაქვს რა მოვა, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ვიდეოს ბოლოს გვექნება ძალიან საინტერესო წიგნების სია. და თუ თქვენც არ გაქვთ არჩეული წიგნები, შეგიძლიათ ეს წიგნები მოინიშნოთ. დავიწყოთ. პირველი წიგნი. ავტორი, რომელსაც უკვე ვიცნობ. გადასარევი დასაწყისია, რადგან ამ პირობას ძალიან ბევრი წიგნი მოერგება. და მოდი ვნახოთ ვარიანტები. ავარჩიე 3 წიგნი, რომლის ავტორსაც უკვე ვიცნობ და სამივე მათგანი არის რაღაც კონკრეტული სერიის მეორე ნაწილი. პირველი წიგნი, რომელიც შეიძლება რომ ავარჩიოთ, არის ლორენ რობერტსის Reckless. ეს არის Powerless-ის სერიის მეორე ნაწილი და ზუსტად გუში ვნახე პოსტი, რომ ქართულადაც გამოიცა ეს წიგნი სახელწოდებით ურჩი. ასე რომ თუ უძლური უკვე წაკითხული გაქვთ, შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ მეორე ნაწილზე. შუალედშიც არის ერთი პატარა ნოველა, Powerful, რომელიც უკვე წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე და გარდა იმისა, რომ თვითონ ლორენ რობერტსის წერის სტილი მე პირადად მომეწონა, ძალიან ვისიამოვნე უძლურით, ძალიან მომენატრა ის პერსონაჟები, რომელიც ამ წიგნში ყავს და ალბათ კარგი იქნება რომ დროულად გავაგრძელო ეს წიგნების სერია, რომ არ დამავიწყდეს რაღაც დეტალები პირველი წიგნიდან. ასე რომ ეს არის პირველი ვარიანტი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ეს არის Carly Fortune's One Golden Summer. ეს არის Every Summer After-ის მეორე ნაწილი. შეიძლება ეს წიგნი გქონდეთ წაკითხული და გარდა ამისა სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ამ წიგნის ეკრანიზაციაც, რომელიც იყო კოშმარი. პირველ ნაწილშიც არის ის პერსონაჟი რეალურად ვიზეც დაიწერა მეორე წიგნი, ეს არის ჩარლი, ანუ მთავარი წყვილი პირველ ნაწილში არის სემი და პერსი და სემის ძმა არის ჩარლი. და ვინც კი წაიკითხა ეს წიგნი ძალიან მოეწონა ყველას, ყველა გაგიჟებული იყო ჩარლიზე და გარდა იმისა, რომ ამ პირობას აკმაყოფილებს ეს წიგნი, მოქმედება ვითარდება ზაფხულში და ვფიქრობ, რომ კარგი წასაკითხი იქნება ნამდვილად. და კიდევ ერთი ვარიანტი, ძალიან საინტერესო ვარიანტი სხვათა შორის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ეს არის Matt Haig's Midnight Train. თუ ეს ავტორი არ გეცნობათ, შეგახსენებთ, რომ მისი დაწერილია წიგნი შუაღამის ბიბლიოთეკა, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. და როგორც ჩანს, ავტორმა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს წიგნების სერია, სადაც იქნება დამოუკიდებელი ისტორიები.
მოდი გადავხედოთ რაზეა მეორე ნაწილი. მთავარი პერსონაჟი არის უილბერი და ის თვლის, რომ ცხოვრების საუკეთესო პერიოდი ჰქონდა მაშინ, როდესაც თავის ნამდვილ სიყვარულთან ერთად, მეგისთან ერთად გაატარა თაფლობის თვე ვენეციაში. თუმცა მალე ვიგებთ, რომ მან საკუთარი ხელით დაანგრია ყველაფერი. და სწორედ ამ მიზეზის გამო მას სურს, რომ დაბრუნდეს წარსულში და ყველაფერი გამოასწოროს. ორი მიზეზი მაქვს, რატომაც მინდა ამ წიგნის წაკითხვა. პირველი, რომ შუაღამის ბიბლიოთეკა ძალიან მომეწონა, ისეთი მსუბუქი საკითხავი იყო ჩემთვის, ძალიან სასიამოვნო, კარგი და სწორი მესიჯით და გარდა ამისა, დროში მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ვნახოთ, ახლა მოდი ავარჩიოთ. სამივე წიგნი კარგია რეალურად, მაგრამ მოდი იყოს Reckless-ი. და გეტყვით რატომ. ძალიან მომენატრა კაის და პეიდენის წყვილი და უზომოდ მაინტერესებს რა მოხდება მეორე ნაწილში და როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა და გარდა ამისა ის ორი ვარიანტი, რაც ამის გარდა მქონდა, არის დამოუკიდებელი სიუჟეტები, ანუ 100%-ით სავალდებულო არ არის რომ წაიკითხო პირველი წიგნები, რომ გადახვიდე მეორეზე. და ამ შემთხვევაში ეგრე არ არის და ისტორია გრძელდება. ასე რომ ვფიქრობ სწორი არჩევანია. ესეც ჩვენი პირველი წიგნი. დროა ავარჩიოთ მეორე. ქართველი ავტორი. მოდი ვნახოთ. ავარჩიე ორი ვარიანტი. და პირველი ვარიანტი არის თამთა მელაშვილის შაშვი მაყვალი. დიდი ხანია უკვე ვიცი ამ წიგნის შესახებ. გარდა ამისა გამოვიდა ეკრანიზაცია და ამ ფილმმა როგორც ვიცი ბევრი ჯილდო აიღო სხვადასხვა ფესტივალზე და მოდი ვნახოთ რაზეა სიუჟეტი. შუახნის მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან უშფოთვალ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირადგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. სხვადასხვა ქართველი კრეატურის გვერდზე შემხვედრია ეს წიგნი და უწევდნენ რეკომენდაციას, ძალიან მოეწონათ და ეკრანიზაციის რაღაც ნაწყვეტები მახსოვს, რაც მხდებოდა იმ პერიოდში და ვფიქრობ, რომ საინტერესო წასაკითხი იქნება და გარდა ამისა კარგი იქნება რომ თანამედროვე ავტორებს უფრო უკეთ გავეცნო, რადგან მაგ საკითხში ცოტა არ იყოს მოვიკოჭლებ. აქვე თუ გაუწევთ რეკომენდაციას რომელიმე თანამედროვე ქართველ ავტორს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. და მეორე წიგნი არის არჩილ ქიქოძის სამხრეთული სპილო. არჩილ ქიქოძის შემოქმედებას სამწუხაროდ არ ვიცნობ და მე მგონი არ არის ეგ კარგი ამბავი და რა თქმა უნდა ვნახოთ რაზეა ეს წიგნი. სამხრეთული სპილო ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად. თავად კი დრო რომ გაიყვანოს თბილისის ქუჩებში დაეხეტება. ეს წარსულის სარკეში ჩახედვისა და საკუთარი ცხოვრების გადაფასების დღეა, სადაც კინოკადრებად ჩაირბენს ბავშვობა, სიყვარული, ვნება, ფათერაკები და ტრაგედიები. მთავარი გმირის მოგონებების ფონზე იშლება საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც მთხრობელს მუდმივ აჩრდილად ასდევნებია და პასუხისმგებლობას აკისრებს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება. ამ ავტორზე მოკლედ ძალიან ბევრი რამ მსმენია, ვიცი რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და სწორედ ამიტომ მქონდა მონიშნული ეს წიგნიც. ასე რომ ვფიქრობ მშვენიერი ვარიანტია ესეც. ახლა რომ გადავწყვიტო. სიმართლე გითხრათ, სიუჟეტურად შაშვი მაყვალი უფრო მეტად მომეწონა, მაგრამ ამ ეტაპზე არჩილ ქიქოძე უფრო მეტად მაინტერესებს როგორც ავტორი. ასე რომ ივლისის წასაკითხი მეორე წიგნი იქნება სამხრეთული სპილო. ავარჩიოთ მესამე წიგნი. აბა ვნახოთ, კლასიკა. რატო შევშფოთდი, მეც არ ვიცი. არა და აბალანსებს რეალურად ახლა რაც ავარჩიე იმათ შვენივრად. არ შეგეშინდეს ქეთო. გადავხედოთ. ავარჩიე ორი წიგნი, რომელიც შეესაბამება ამ პირობას. პირველი წიგნი არის ჯეინ ოსტინის გონება და გრძნობა. როგორც ვიცი, ისტორია შეეხება ორ დას. ერთი არის ძალიან მშვიდი, წყნარი და მუდმივად ორიენტირებულია სხვებზე, ხოლო მეორე არის ძალიან გრძნობიარე და იმპულსური. ორივე დას უწევს ძალიან ბევრი ტკივილის და განსაცდელის გადატანა და ორივე მათგანი ხვდება, რომ გრძნობასთან ერთად აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ საღი აზრი, რადგან იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ბატონობს ფული და სტატუსი. მთავარი მიზეზი, სიმართლე გითხრათ, რატომაც მინდა ამ წიგნის წაკითხვა, არის ეკრანიზაციები. მარტო ერთი არა, ორი. ერთი ეკრანიზაცია საკმაოდ ძველია და ჩვენთვის ძალიან ბევრი ცნობილი და საყვარელი მსახიობი თამაშობს და მეორე ეკრანიზაცია გამოდის წელს შემოდგომაზე.
ასე რომ ძალიან მინდა რომ იქამდე წავიკითხო, რომ შეუძლო ორივე ეკრანიზაციის ნახვა. რაც შეეხება მეორე წიგნს, ეს არის ფიოდორ დოსტოევსკის მოთამაშე. ჩემმა ქმარმა ახსენა ეს წიგნი რამდენიმეჯერ და გაუწია რეკომენდაცია რომ წამეკითხა. ზოგადად ძალიან საინტერესოდ დაიწერა ეს წიგნი. დოსტოევსკი იყო თამაშზე დამოკიდებული და ერთ დღესაც მთელი თავისი ფული წააგო. სწორედ ამ პერიოდში მან დადო ახალი ხელშეკრულება გამომცემლობასთან, რომ უმოკლეს ვადაში ჩაებარებინა ახალი წიგნი. სწორედ ასე დაიწერა მოთამაშე. და რა თქმა უნდა ძალიან დამაინტერესა, რადგან ფაქტობრივად თავის გამოცდილებებზე გვიყვება დოსტოევსკი ამ წიგნში. და ზოგადად მაინტერესებს, როგორ უყურებს დოსტოევსკი ამ დამოკიდებულებას და იმ გავლენას, რასაც ახდენს თამაში ადამიანის ცხოვრებაზე. ცოტა რთული არჩევანია და სიმართლე გითხრათ, არც ერთზე არ მიფიქრია, სანამ ეს პირობა არ ამომივიდა და ახლა თითქოს რომ გადავავლე თვალი ორივეს, რატომღაც გული მიმიწევს უფრო მეტად დოსტოევსკისკენ. დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელი მაქვს წაკითხული და ვიყავი აღვთოვანებული. ძმები კარამაზოვები მაქვს სიაში, მაგრამ რატომღაც მინდა რომ ფიზიკური წიგნით წავიკითხო და საქართველოში რომ დავბრუნდები, მაგ დროისთვის შემოვინახე, მეც არ ვიცი მართლა რატომ. მაგრამ ახლა რატომღაც მოკლედ ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და ვფიქრობ ავტორის შესახებაც უფრო მეტ რამეს გავიგებ ამ წიგნით. რაც შეეხება გონება და გრძნობას, აუცილებლად წავიკითხავ მანამ სანამ გამოვა ეკრანიზაცია. ვფიქრობ უფრო მეტად შემოდგომის დასაწყისში. ჯერ კიდევ არის დრო. ასე რომ ჩვენი მესამე წიგნი არის ფიოდორ დოსტოევსკის მოთამაშე. ავარჩიოთ მეოთხე წიგნი. აუდიო წიგნი. კარგი, გადავხედოთ. მოკლედ პირდაპირ ავარჩიე წიგნი. იმიტომ რომ ეს წიგნი ვახსენე 1000 ჯერ ჩემს ვიდეოებში და ვერაფრით ვერ დავაყენე საშველი, რომ იქამდე მივსულიყავი. და ვთვლი, რომ კარგი იქნება ამ წიგნის მოსმენა. ეს არის ემილი ჰენრის People We Meet on Vacation. უნდა დავთვალო მართლა რამდენ ვიდეოში მაქვს ნახსენები ეს წიგნი. ძალიან მოკლედ გეტყვით სიუჟეტზე. ყავს პოპი და ალექსი. ალექსი არის ძალიან მშვიდი, წყნარი, უყვარს სახლში ყოფნა, წიგნების კითხვა, ხოლო პოპი არის ძალიან თავქარიანი და უყვარს თავგადასავლები. ისინი ყოველ ზაფხულს ერთ კვირას ატარებენ ერთად. თუმცა 2 წლის წინ რაღაც მოხდა და ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. პოპი კი ხვდება, რომ ყველაზე ბედნიერი იყო ალექსთან ერთად და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთი მოგზაურობით გადაარჩინოს მათი ურთიერთობა. ემილი ჰენრიზე მაქვს გაურება, ერთი წიგნი ძალიან მომეწონა, მეორე წიგნი საშილად არ მომეწონა და ნახოთ როგორი იქნება ეს. ერთი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ აუდიო წიგნები არის ძალიან კარგი რაღაც. ამ ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ ვცადე მოსმენა, ზოგჯერ ვუსმენდი ხოლმე, ზოგჯერ ფიზიკურად ვკითხულობდი და დამიჯერეთ თუ ყოველდღიურ საქმეებს აუდიო წიგნს დავურთავთ, ეს არის იდეალური კომბინაცია. ანუ შეგიძლიათ თანსახლი დაალაგოთ, საჭმელი გააკეთოთ და თან მოусმინოთ რაიმე საინტერესო წიგნს. ასე რომ ალბათ დასაწყისში 1-2 თავს წავიკითხავ, რომ კარგად გავეცნო სიტუაციას და პერსონაჟებს და შემდეგ უკვე მთლიანად გადავინაცვლებ აუდიოზე. და მოდი ავარჩიოთ ბოლო მეხუთე წიგნი. წიგნი 300 გვერდამდე. რაღაც მგონია რომ თითქოს ბევრი წიგნი უნდა მოერგოს ამ პირობას, მაგრამ თან დარწმუნებული არ ვარ. არადა რაც ავარჩიე უკვე იქიდან რამდენიმე მე მგონი 300-ზე ნაკლები არის. ვნახოთ სია და გეტყვით რა ხდება ჩვენს თავს. დაგიბრუნდით 3 წიგნით და 3-ვე მიეკუთვნება არამხატრულ ლიტერატურას. ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჟანრი მქონდეს ხოლმე ყოველთვე გათვალისწინებული, რადგან ძალიან ბევრი წიგნი მაინტერესებს და რეალურად ძალიან ჩამორჩი ამ სიას. პირველი წიგნი არის ვიქტორ ფრანკლის Man's Search for Meaning. ძალიან საინტერესო ჩანს ეს წიგნი. ავტორი იყო საკონცენტრაციო ბანაკში და გვიყვება თავის გამოცდილებაზე და გვიყვება იმაზე, რომ იქ რეალურად ის ადამიანები გადარჩნენ, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა არ დაკარგეს იმედი. და ავტორი განიხილავს იმას, თუ რა არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. ძალიან ბევრი კარგი შეფასება მაქვს მოსმენილი ამ წიგნზე, ჩემმა მეუღლემაც წაიკითხა და ძალიან მოეწონა და ვფიქრობ, მშვენიერი ვარიანტია. მეორე წიგნი არის ვანესა პატრიკის The Power of Saying No. რაც დრო გადის და რაც უფრო მეტ პოდკასტს ვუსმენ ან რაღაც გადაცემას ვუყურებ, მით უფრო მეტად არის აქცენტი გაკეთებული ამ საკითხზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ვისწავლოთ არას თქმა. და ნამდვილად ძალიან რთული საკითხია ეს, რადგან ჩვენ ბავშვობიდანვე გვინერგავენ, რომ
არას თქმა არის სირცხვილი, უხერხული და არ შეიძლება. და სწორედ ამის გამო დღეს ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს და აკეთებს იმას, რაც სხვებს უნდათ. გარდა ამისა ვნახე ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც მსჯელობდნენ იმაზე, რომ სწორედ აი ამის გამო, როდესაც უარს არ ამბობს ადამიანი და საკუთარი ცხოვრებით ვერ ცხოვრობს, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ექნებათ ძალიან ბევრი პრობლემა. და იპოვეს რაღაც ასე ვთქვათ კავშირი ამ ორ საკითხს შორის. რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, რადგან როდესაც ადამიანი ბედნიერი არ არის, ჯერა რომ ფიზიკურადაც აისახება ეს ყველაფერი მასზე. ასე რომ ნამდვილად მნიშვნელოვან თემას ეხება ეს ავტორი და ძალიან მაინტერესებს ეს წიგნიც. და ბოლო წიგნი არის Rhonda Byrne's The Power. Rhonda Byrne მუდმივად გვესაუბრება მიზიდულობის ძალაზე და იმაზე თუ რამხელა გავლენა აქვს რეალურად ამას ჩვენს ცხოვრებაზე და ავტორი გვეუბნება, რომ თუ კი ამ ძალას აღმოვაჩენთ, რაც ნამდვილად არის თითოეულ ჩვენგანში, შევძლებთ რომ შევცვალოთ ყველაფერი. იქნება ეს კარიერა, ურთიერთობები, ფული, ჯანმრთელობა თუ ასე შემდეგ. მე ძალიან მიყვარს Rhonda-ს წიგნები, ჩემზე ძალიან კარგი გავლენა აქვს ყოველთვის და ფიქრობ ესეც ძალიან კარგი ვარიანტია. ახლა კი მოდი გადავწყვიტოთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ფრანკლის წიგნი დიდი ხანია მაინტერესებს, ცოტათი მაშინებს ეს წიგნი. რადგან მგონია რომ ემოციურად მაინც მარტივი არ იქნება ამ ამბების წაკითხვა და ისევ უნდა გადავდო. რომელი ავარჩიო The Power to The Power of Saying No. ეს უნდა გადავდო. Rhonda-ს წიგნი ავარჩიე ისევ. ზუსტად ამ ბოლო პერიოდში ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობარი, რომ ძალიან მონატრებული ვიყავი იმ ემოციებს, რასაც Rhonda-ს წიგნები იწვევს ჩემში და როგორც აქამდე აღვნიშნე, მართლა გულწრფელად ყველა წიგნი რაც წავიკითხე, თითოეულ მათგანმა მე პირადად მომიტანა ძალიან კარგი შედეგი. რაღაცნაირად იმ თავდაჯერებულობას მაძლევს ხოლმე, რომ მართლა შემიძლია ყველაფერი გავაკეთო და შევცვალო რაც არ მომწონს ჩემს ცხოვრებაში. და ესეც ხდება ხოლმე უმეტესად. და ვფიქრობ მართლა იდეალური ვარიანტია ამ მომენტისთვის. ესეც ასე, მოდი კიდევ ერთხელ შევაჯამოთ. პირველი ამოვიდა ავტორი, რომელსაც უკვე ვიცნობ და ავარჩიე Lauren Roberts-ის Reckless. მეორე არის ქართველი ავტორი და ავარჩიე არჩილ ქიქოძის სამხრეთული სპილო. მესამე ამოვიდა კლასიკა და ავარჩიე ფიოდორ დოსტოევსკის მოთამაშე. მეოთხე აუდიო წიგნი და ავარჩიე ემილი ჰენრის People We Meet on Vacation. და ბოლო წიგნი 300 გვერდამდე, რომელიც იქნება Rhonda Byrne's The Power. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ველოდი ასეთ სიას. მაქსიმუმ ალბათ ამ წიგნს ველოდი, რასაც წავიკითხავდი. მაგრამ დანარჩენებზე სიმართლე გითხრათ ამ პერიოდში არ მიფიქრია. და სწორედ ამიტომ არის ჩემი აზრით ძალიან კარგი ეს TBR ქილა, რადგან აი რა წიგნებიც ავარჩიე, იმდენჯერ მქონდა სამომავლოდ გადადებული, რომ ზოგიერთი მათგანი საერთოდ დამავიწყდა. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, მოულოდნელი და საინტერესო სია გამომივიდა და რა თქმა უნდა იმეც ვიტოვებ, რომ უმეტესობა ამ ჩამონათვალიდან ძალიან მომეწონება. და გარდა ამისა, თვითონ პროცესი იმდენად სახალისოა, რომ გულწრფელად გირჩევთ გააკეთოთ ასეთი ქილა და ისე არჩიოთ ხოლმე წიგნები. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ. თუ რომელიმე წიგნი აქედან წაკითხული გაქვთ, ან რაიმე რეკომენდაცია გაქვთ, ძალიან გთხოვთ, რომ გამიზიაროთ კომენტარებში. აქვე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი გემშვიდობებით და ბედნიერ კვირას გისურვებთ. დროებით.